სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი ვიდეოს ჩაწერას, უფრო მინდოდა პოსტად გამომექვეყნებინა, ისი თქმაც ეხლა მინდა, მაგრამ დილით ადრე ჩემს ტელეფონზე SMS-ის ხმა გაისმა და ჩემი საყვარელი დედა უმწერდა და მილოცავდა 28 ივლისს, ეს გახლავთ დიდმოწამე ივლიტასა და კვირიკეს დედაშვილის ხსენების დღეა. ის მფარველობს დედაშვილობას, ის მფარველობს ოჯახურ სიმყუდროვეს და ზოგადად გაჭირვებაში ჩავარდნელთა მფარველად მიჩნეულია. და ზუსტად რაღაცნაირად ისე აიკინძა ეს ყველაფერი, ძალიან მინდა ეხა ეს პატარა ვიდეო ამ წინსართის შესწავლის შემდეგ შემოგთავაზოთ ლოცვა, რომელიც თქვენს სიტუაციას, ყველანაირ სიტუაციას, პრობლემურ სიტუაციას მოერგება, რომელიც დილით გაღვიძებისთანავე და საღამოს წინის წინ იკითხება, უძლიერესი ლოცვა არის, რომელიც ყველა ჩიხიდან გამოყვანაში დიდი შანსია მოგეხმაროთ, მთავარია ირწმუნოთ და მთავარია გჯეროდეთ ყველაფერი ამით. და ეს არის სიტუაცია, როცა აუცილებლად აღნიშნული ვიდეო უნდა გაისიგრძეგანოთ და პრაქტიკულ ცხოვრებაში გადაიტანოთ. მაშას მე ახლა ვარ გახდეს, ასე ვთქვათ, რაიმე ცდომილება, თქვენ ის ნებართვით ამ ლოცვას წავიკითხავ. ძალიან პატარა ლოცვა, მაგრამ დიდი და ძლიერი მნიშვნელობისა. თქვენ შეგიძლიათ ეს ამოიწეროთ, არ დაგავიწყდეთ ყოველ დილით, როცა გაიღვიძებთ, წაიკითხოთ და დილის წინ, როგორც უკვე გითხარით, ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მაშ ასე, უზენაესო შემოქმედო, მომარიჭე სიბრძნე და ძალა, რომ მივიღო ისი უხვე, რომელიც ჩემთვის გაქვს განკუთვნილი. გამიხსენი გზები ფინანსური კეთილდღეობისკენ, ავსე ჩემი ცხოვრება შესაძლებლობებითა და წარმატებით და ჩემო შრომამ ნაყოფი გამოიღოს და ყოველდღიურობის ყველა კარი მარტივად გაიღოს ჩემთვის. მადლობას გიხდი ყველაფრისათვის, რაც უკვე მაქვს და იმისათვის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოდის და იყოს ნება შენი ყველაფერში. ამინ. აი ესეთი ლოცვა არის და პირობას დებთ ეს ყოველდღიურობაში დანერგვის შემდეგ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ, კეთილდღეობისაკენ, ბარიერების გადალახვისა და გამძლეუნარიანობაში აუცილებლად გადაგეზრდებათ. აბა თქვენ იცით, ძალიან მიყვარხართ, ვისაც გსურთ, რასაკვირველია, დაალაიქეთ, ვისაც სურთ, მოუწოდეთ ხვებს გამოიწოდოთ, ეს ერთგვარი მადლიერება. დიახ. და ყოველთვის ვქადაგებთ, იყავით ხალხო მადლიერნი და აი ყველა თქვენი ჩანაფიქრი უფრო მარტივად შესრულდება, ვიდრე უმადურობის პოზიციებში. კი ბატონო, ვისაც გინდათ ტაროზე კონსულტაცია, ასაკვირველია, იქავარ, სადაც ვიყავი. მომწერეთ, ჩაეწერეთ და ვისაუბროთ. არა მარტო ტარო კონსულტაციებზე, სხვა დახმარებებზეც გაკოცეთ. შეგეძიოთ ამ ლოცვის მადლი და ძალა.